ზესტაფონის რაიონის მერობის კანდიდატი ქალ ბაქარ ხიჯაკაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან ერთად სოფელ კლდეეთის ამომრჩევლებს შეხვდა. იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შიდა სასოფლო გზები, არ მიეწოდებათ წყალი და გაზი. ერთ-ერთ პრობლემად ასევე ასახელებენ დაუსაბუთებლად სოციალურად დაუცველებისთვის დახმარებების მოხსნას. გვიჭირს ძალიან. ვეხვერწები სულ დაგვეხმარეთ. არც გაზი გვაქვს, არც წყალი გვაქვს, არც დახმარება გვაქვს. 4 შვილიშვილი სახლში ხოს დღეს საჭმელი ვერ გავაკეთე, არც გაზი მაქვს, არც შაჟა მაქვს. ზესტაფონის რაიონი ერთი კონკრეტული ადამიანის, კერძოდ კი პარლამენტის შალვა კიკნაველიძის, ასე ვთქვათ, ასე დავარქმევდი ხუშტურებზე დადის და ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე მივიჩნევ, რომ 19 მაისის არჩევნები ზესტაფონისათვის ღირსების დაბრუნების, ასე ვთქვათ, არჩევნები იქნება. ამ სოფელშიც არის უამრავი პრობლემები, არის სოციალურად დაუცველები ადამიანები, რომლებსაც მოეხსნათ უსაფუძვლოდ სოციალური დახმარებები, არის გზების პრობლემები, არ არის გაზიფიცირება ამ სოფელში დღემდე შემოყვანილი და არის შიდა გზების პრობლემა, მანქანები საერთოდ ვერ მოძრაობს და ადამიანები ჩვენ უკან ხედავთ უამრავი ადამიანია გამოსული, ყველა არის უკმაყოფილო ამ მთავრობაზე. მათ თქვენს ეს შეხვედრაზე რომ ჩვენ 2012 წელს ბიზნესში მივეცით ხმა და რაღაცა ნაწილმა თქვა 2016-ში კი მივეცითო. ანუ ხვდებით რა შეა საქმე? ხალხმა უკვე გადაწყვეტილება მიიღო. ხალხმა ბოლომდე შეაქცია ზურგი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ზურგი შეაქცია ბიძინა ივანიშვილმა და ქართულ ოცნებამ ხალხს.